დღევანდელი დღის ანალიზი რა შეიძლება მოხდეს მარკეტზე. დავიწყოთ გოლდით, პირველ რიგში ერთ დღიანზე demand zone გვაქვს, სტრუქტურის შეცვლა, აღმავალი ტრენდი გვაქვს და demand-ის შევსება. აი აქ გვაქვს demand-ი, ერთდღიანი და დღეს უკვე 4 საათიანი demand-ის შეავსო, რაც უფრო კარგი არის. 1 საათიანზე აქ კონსოლიდაცია გქონდა და liquidity sweep-ი, ეს შეიძლება სტრუქტურის შეცვლად ჩათვლილი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ახან 4 საათიანი demand-ი გვაქვს, ჯერ ამას ვერ ჩავთვლით სტრუქტურის შეცვლად, უნდა ჩამოვიდეს და გაარღვიოს ესეც და 1 საათიანზე უკვე ხედავთ აღმავალ სანთელს, 30 წუთიანიც ზევით მიდის, მსგავსად 15 წუთი და რასაც ეხლა დაველოდებით, სავარაუდოდ იქნება ის, რომ ან აი ეს 5 წუთიანი demand-ი შეავსოს, ამ 5 წუთიან demand-ში ჩამოვიდეს და 1 წუთიანი დადასტურებებით ავიღოთ. თუ 1 წუთიანი დადასტურება იქნება, თუ არ იქნება დადასტურება, მაშინ აქამდე დაველოდებით ჩამოსვლას და აქედან შევალთ 1 წუთიანი დადასტურებებით ტრეიდში. მოკლედ, კარგად შეიძლება აქ ტრეიდების აღება დღეს. ასევე აბა გადავხედოთ რა ხდება euro USD-ზე, სადაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონსოლიდაცია დაარღვია და წამოვიდა დაღმავალ ტრენდში. ეს შეიძლება ჩავთვალოთ, მოკლედ აქ ტრეიდი ჯერჯერობით არ გაიხსნება. და ვერც ვერაფერსაც ვერ ვხედავ, სადაც შეიძლება ტრეიდი გაიხსნას. გუშინ იყო ერთი კაი შესაძლებლობა ასევე Nasdaq-ზე რომ ტრეიდი აგვიღო. დაახლოებით სად ვიყავით? მოკლედ 1 საათიანზე გქონდა აღმავალი ტრენდი, სტრუქტურის შეცვლა, წამოვიდა, აქ გქონდა კონსოლიდაცია, დაარღვია ყველაფერი, ამ ყველაფრის liquidity sweep-ი გააკეთა, ჩამოვიდა demand-ში 15 წუთიანზე გქონდა სტრუქტურის შეცვლა, liquidity sweep-ი, 5 წუთიანი სტრუქტურის შეცვლა, წამოვიდა და აი აქ დავიწყეთ უკვე აი აქ 5 წუთიანზე როცა შევავსეთ აი ეს 5 წუთიანი demand-ი, აქედან უკვე შეიძლებოდა ტრეიდების ძებნა, აი ეს 5 წუთიანი demand-ი და 1 წუთიანზე მოგცა კიდეც კაი დადასტურება, მანდ რომ ვნახოთ. მაგალითად ის რომ ჩავიდეთ მან სადაც ვიყავით. მაგალითად ის რომ წავედით ზემოთ, აი ესე ძლიერად წავედით ზემოთ, ჩამოვედით ეს low ვერ ავიღეთ და აი ესე ძლიერად როცა წავედით ზემოთ, აი ამ სანთლებმა გაამყარა ის რომ ანუ აქ გქონდა low, მაგრამ ამ low-ზე ჩამოვიდა, ვერ დაარღვია და წავიდა ზევით. ძლიერად 3 წუთიანზეც შექმნა ძლიერი აღმავალი სანთელი. აქ რო არ ვეძებოთ ახლა. 5 წუთიანიც კარგად მიდიოდა, მაღალ time frame-ებზეც ყველაფერი კარგად იყო და მანდან შეიძლებოდა ერთი ტრეიდის აღება, რომელიც კარგ არ არის მოგცემდა დაახლოებით 4-თან მე მგონი. აქ უკვე 3-თან იქნებოდა და აინდე მოკლედ კარგი ტრეიდი გამოვიდოდა. დახურული ჯგუფი გაიხსნება ხვალიდან 1 იანვრიდან და შეგიძლია შემოუერთდე ჩვენ ჯგუფს, სადაც გაწევრიანება ძალიან მარტივად ხდება და თუ გინდა გაწევრიანება Instagram-ზე მომწერე.